მოგესალმებით მაესტროზე მაგთი ფანის დროა. მეხუთე საკონკურსო ტურის დროც დადგა და 10-ვე მონაწილეს მეტად საპასუხისმგებლო გამოსვლა ელოდება წინ. 3 მათგანისთვის კი კონკურსის დატოვების შიშით გაჯერებული საათები დილიდანვე დაიწყო. როგორი შეგრძნება გაქია? მე საცხოვრებლად გადავდივარ სხვაგან. ჩვეულებრივია. მე ვერ ვიტანე ეს სიტუაციებს. გაებარგე. ხო და ამიტომ დავრჩები მე რა. თქვენ მიჩვეულები ხარ შენ და კიდე მე ვერ მოგართ. კიდე რა მინდა ხო? ჯერ მიფიქრე არ შემოსვლამდეც იმაზე რომ შეიძლება პირველ კონცერტზე ყოფილიყავი აუთსაიდერი და არა მეორე და არ გზნობ თავს რაღაც გულაწყვეტილი ან რაღაცა 3 ვარიანტი მოხდება რა ან ესე დარჩება ან მეორე ან მესამე მე დონებ დავრჩები ამ პროექტში მაგრამ გარეთაც ჩემი ოჯახის წევრები ახლა ადამიანებიც მომინატრენ ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა დავჭრე და რავი, კიდევ რა უნდა გქოს სწავლა. მე ვნახოთ რა იქნება. ყოველ შემთხვევაში რაც ცხოვრება იმაზე მეც არ გვაძლევს და არც გვარჩნევს, რასაც არ მიმსახურებ, თან მიმსახურებ. აი ამ გარემოზე როგორ არ უნდა დამწყდეს გული, სადაც ეხლა ვარ, იმიტომ რომ თუნდაც მასწავლებლებები, თუნდაც ბავშვები თუნდაც ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რეჟიმი პირველ რიგში, აი მუსიკალური გაზრდა არის რაღაც მხრივ, იმიტომ რომ მე ესე ერთ კვირაში აი სიმღერა არ ამიღია და არ გამიკეთებინა და არ დამიდევს რა, ანუ არის გარემო, რაც გაძლევს ყველაფრის საშუალებას მოკლედ რა. ჩემი აზრით ის რომ არ აუთსაიდერებში სამართლიანია, თუნდაც იმიტომ რომ თავარი რაც არის ვერ ვიმღერე. ისე როგორც უნდა მემღერა. თვლიდი ბოლო დღემდე რომ ვერ მოვირგე ის სიმღერა, ეს ჩემი სიჯიუტის ბრალი იყო. აქ პირველი ნაბიჯი, ანუ მაგთი ფანში პირველი ნაბიჯები გადავდგა ის სწორად რომ უნდა ვისწავლო სიმღერის და თუნდაც სწავლა რა. ჩაჩი მასწავლა და მანამ ბევრი ძალიან ისეთი პატარა ძალიან პატარა დეტალები რაც თითქმის გადამწყვეტია რა, როცა სიმღერას ანუ ამუშავებ და აწყობ. ალბათ ის მომენტია, რომ ისეთ დროს შემოვედი, ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან გახურებული იყო შოუ და მე თუნდაც იმ სიმღერით ვერ ვაჩვენე თავი თან რომ ხედავ კონკურენციას, ძალიან ძლიერი ბავშვები არიან, აი ყველა. რატომაც ვთვლი რომ უნდა წავიდე. ყველა ისეთი საღამო, რომელიც როცა ჩვენ დავალება მოგცეს და ასე ვთქვათ, ყველამ ძალიან ვიყოჩაღეთ და ერთად დავჯილდოვდით, ასე ვთქვათ, ყველა დასამახსოვრებელი იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად მოულოდნელიც იყო, მაგრამ რაღაც გულის სიღრმეში მაინც ყველას ეგონა, რომ ყველას დააჯილდოვებდნენ. ჩემი აზრით დაჟე ტომაში უნდა დარჩეს. იმიტომ რომ შედარებით კარგად იმღერა. თან პირველი კონცერტი იყო. შედარებით უფრო კარგად იმღერა, ვიდრე მე გავმოვედი პირველ კონცერტზე. დავხტი და მოხვდი აუთსაიდერებში. აღარ რწყილი არ ვარ. ხლირო იარ ძლიერია ჩემი. ვოკალური მონაცემებით და აი ტემბრის კონტროლით და ეს შემდეგ. თუ პროექტი დავტოვე ყველაზე მეტად გამაგდება ეს ადამიანები, ვინც გავიცანი ამ პროექტის დაწყებისთანავე.
სცენაზე რეპეტიცია თითოეული კონკურსანტისთვის სხვადასხვა ემოციის მომტანია. ზოგის თავდაჯერებულობა იმატებს, ზოგი კი პირიქით. ვერ ახდენს საკუთარი ძალისა და ნიჭის რეალიზაციას და ამიტომ პედაგოგების ჯგუფთან ერთად მიმდინარეობს ბოლო დეტალების დახვეწა და დამუშავება. დღევანდელი აუთსაიდერებიდან მგონია რომ პროექტში დარჩება აკი. მაგრამ კონკრეტულად მართლა ვერ გამოვყოფ, იმიტომ რომ განსაკუთრებით იასთან და აკისთან ძალიან კაი ურთიერთობა მქონდა პროექტამდეც და ვთვლი რომ ორივე ძალიან ძლიერ, ანუ ეს შედარების მომენტს ვერ გავაკეთე. ოთხ აუთსაიდერს შორის მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ვიქნები დღეს აუთსაიდერებში. გოგოებიდან, ანუ თათი არჩება და არ ვიცი, იმიტომ რომ კარგად გაართვა მან თავის ნომერს თავი და რამდენად კარგად გამოუვა ეგ უკვე. მასწავლებელში ჟიურის წევრების არის დამოკიდებული, როგორ შეაფასებენ, მაგრამ შეიძლება ერთმა მინუსმაც კი აუთსაიდერი გახადოს. დღეს პროექტს ვინდატოვებს არ ვიცი. იმიტომ რომ ძალიან რთული გადასაწყვეტია და ვერც მიხვდები ვერაზმოს მგონი, იმიტომ რომ ორი მაგარი ადამიანია ერთად. აკე და ტომაში. მე მინდა რომ აკე დარჩეს და ვინდატოვებს ალბათ არ ვიცი. როგორც ყოველთვის ყოველს გვხვდება გული, მაგრამ დღეს განსაკუთრებით ნერვიულობ იმასთან დაკავშირებით თუ ვინ წავა. მაინც უნდა გამოხატო განსაკუთრებული დამოკიდებულება აკეს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს და ძალიან კარგად ვარ იასთან და ნანასთან. ალბათ მაინც უფრო აკეა ის ადამიანი, ვიზეც ყველაზე მეტად დამწყმებოდა გული, მაგრამ საერთოდ ვთვლი, რომ ძალიან არასამართლიანად მოხდა ამ აუთსაიდერების დასახელება, ესე ვთქვათ, ამ კონცერტზე. სამი აუთსაიდერიდან დღეს მინდა რომ აკე დარჩეს. და დატოვებით მართლა არ ვიცი. ზოგადად ძნელი გამოსაცნობია, იმიტომ რომ გააჩნია ხალხი როგორ მოიქცევა. რეტროტურია და ძალიან გემოვნებიანი და ძალიან დრაივიანი სიმღერებია თითქმის ყველა და რა ვიცი მობილიზებულობაც უფრო მეტი არის, უფრო მეტია ნერვიულობა, დაძაბულობა და რა ვიცი ბავშვები ვცდილობთ რომ უფრო წარმოვაჩინოთ ეს სიმღერები უფრო კარგად, უფრო გემოვნებიანად. რა ვიცი დახარჯულები ვართ, ეხლა უკვე დახარჯულები ვართ თითქმის ბოლომდე და კონცერტზეც ალბათ უფრო მეტად დავიხარჯებით.
როგორც მოგეხსენებათ, კონცერტს ყოველთვის აუთსაიდერები იწყებენ და რა თქმა უნდა ამჯერადაც ასე მოხდა. მათი გამოსვლა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ეს განწყობა სხვა კონკურსანტებსაც გადაედოთ და ჯამში ძალიან მაგარი კონცერტი შედგა. But you guys need to remember one very important thing. This is a you, this is a me, and this is a everybody here. Everybody. როგორც უკვე გიხდით, ეთერშია ყველაზე მუსიკალური რეალური შოუ Mag Tiffany, რომელსაც წარმოგიდგენთ Mag Tiffany. ეხლა კი წარმოგიდგენთ ძალიან მაგარ მომღერალს, რომელიც გახსნის ჩვენს დღევანდელ კონცერტს. თქვენს წინაშეა ია ტომაში. I put a spell on you. და ევგენიძის ნათქვამის არ იყოს, აი მართლა გავედი სცენას და ვიყავი სადღაც იქ, ანუ არ მიგრძნია რომ კონკურსზე ვიყავი, არ მიგრძნია, ანუ გავედი და მოკლედ ვიმღერე და შემოვედი და ანუ აი ვიმღერე, აი რასაც თქვა სიმღერა და გამომივიდა. Everybody's got to live together. All the people got to understand to love your neighbor like you love your brother. Come on and join the band. Well, all you need is love is understanding. Ring the bell and let the people know we're so happy and we celebrate. And come on and let your feelings show. Well, all you need is love is understanding. Ring the bell and let the people know. დღევანდელი ჩემი ნამღერით და ნომრით ასეთ ის უკვე ყოფილი ვარ და ჟიურის შეფასებაც ადეკვატური იყოს. ბედნიერი ვარ, თანხიარული ნომერი მქონდა და ნორმალურად გავარჩი თავი რა, ასე ვფიქრო. ბედნიერი ვიქნები რომ დავჭი მაინც. Love me tender, love me sweet, never let me go. You have made my life complete, and I love you so. Love me tender.
ემოციებში ვარ ჯერ კიდე რატომღაც არ მეგონა თუ ასეთ შეფასებას მივიღებ და ძალიან ბედნიერი ვარ თუნდაც დავტოვა პროექტი მიხარია რომ ანუ რამე მოვახდინე ჩემი ცოტა მაინც რაც მინდა და ნუ ვფიქრობ რომ მაინც ცოტა იყო რაც გავაკეთე და არის საშუალებაც მომცა მაინც გავაკეთე მადლობა ყველას ძალიან ბედნიერი ვარ დღეს Yes, we did. როგორ ვიმღერე. შეფასებით არ ვარ უკმაყოფილო. შეიძლება დღეს რომ აუთსაიდერების რიცხვში მოვხდე, იმიტომ რომ იმდენად მაღალი ქულები იწერება, რომ შეიძლება თავისუფლად. თქვენ წინაშეა გიორგი ბერიძე. Never met the cold you any pain. Only one time you see the light there. Only want to see you laughing in the purple rain, purple rain, purple rain. Purple rain, purple აყოფილი არის ვერ გამოდივარ წინ როგორც ტრადიციული ვარ. არ ვკარგავ ამ ტრადიციას. ნორმალური იყო რა. კაი ბიჭი ვარ ხანდახ. დიდი მადლობა ჟიურის მართლა რა. ამ დრომდე რომ 10-იანები არ მომაცივა ზურგიდან. Ne me quitte pas. Il faut oublier tout, pas s'oublier qui s'en fait déjà. Oublier le temps de malentendu et le temps perdu. À savoir comment oublier ces arts qui tuaient parfois à coup de pourquoi le cœur du bonheur. Ne me quitte pas, ne me quitte pas, ne me quitte pas, ne me quitte pas. Moi, je t'offrirai des perles de pluie, figure de paix, oui, non pas.
რომ სიმღერა არ მახსოვდეს როცა მომღერი. მინდა რომ მაქსიმალურად თავისუფალი ვიყო. ეხლა არ მახსოვს რა ვქენი, რატო ვქენი. უბრალოდ გავედი და ძიური რო საუბრობდა მაშინაც მესმოდა რას მელაპარაკებდნენ, მაგრამ ძალიან მიჭირდა იმ განწყობილებიდან გამოსვლა. ამას ვერ გეტყვით რა. რაღაც მეტირებასა და აფეთქებას შორის არის რა. ოღონდ არც გეტირება და არც ფეთქდება. ასევე უწერ ათიანს. ამ სიმღერას უნდა და ძალიან დიდი ენერგია, რაც მე დამაკლდა და ვერ გავაკეთე კარგად. აღფრთოვანებული ვარ ჟიურის ქულებით, იმიტომ რომ მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს მაღალი ნიშნები. უმეტეს მადლობა ჟიურის წევრებს. ყველაფერი წინ არის. გიწერი სევათიანს She's so empty canvas and her she's afraid world is spread out before me as her body won't stay Dilek Savati რაღაცები რომ ამერია ძალიან მეწყინა რა, მინდოდა რომ ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და რა მინდოდა რომ სუფთათაც ძალიან სუფთად მომღერა და ცოტა რომ შემეშალა ძალიან გული დამწყდა, მაგრამ საერთო ჯამში რა Once was away Get back home Sleep pretty darling Do not cry I won't sing the lullaby Golden slumbers fill your eyes Smile that wakes you in your eyes Sleep pretty darling, do not cry Breathe the battle then as I began to wear Brain when I began the job began to swing Sure we had a knockdown jailbird sing retro Everybody retro Everybody in the homes and blow We're dancing to the jailhouse road Smiling man for pleasure tenor saxophone Little John was blowing up the slide trombone So trying to broke for me to know the splash boom bang Whole rhythm section for the paper get retro Everybody retro Everybody in the house and blow Was dancing to the jailhouse road Now before the 7th now the free You are the good the jailbird that ever did see She would be delighted with your company Come on to the jailhouse walk with me retro
სიჩუმეს გვინდა მოვუსმინოთ მას, რომელიც შეაფასებს ჩვენს ყველა კონკურსს და თან შეაფასებს მინუს ქულათა ნიშნით. 0 ჩემი მაქსიმალური ქულა. შენს 0 იწარ -1 საერთო ჯამში ცუდი არ იყო -1 -1 მე შენ იწარ -1 -1 მე გიწარ ჩემს მაქსიმალურ ქულას იწარ -1 -1 მე მინდა სცენაზე მოვიწვიო ჩვენი აუთსაიდერები, რომლებსაც რა თქმა უნდა დაშით უნდა გავახსნებოდ კიდევ ერთხელ. მაგთიფანს ტოვებს ნანა ზურიაშვილი. ნანა ზურიაშვილი. ხურვანი აპლოდისმენტებით გამახსნებოთ თუ ბედნიერი ვარო და ცოტა მაინც აჩვენე ჩემს ალექსი მაინც კმაყოფილი მივიდა კარგია შენი ალე მაშასე ყველაზე მეტი რაოდენობა ზარების მოიპოვა და შესაბამისად პროექტში რჩება აკე ბატალონია ვაუ მიუხედავად იმისა რომ იამ არც თუ ისე სახარბიელო რაოდენობა დააგროვა ქულებისა რადგან მისი დღევანდელი გამოსვლა დღევანდელი მისი მუსიკალური ნომერი იყო ერთ-ერთი ყველაზე უმაგრესი და შოკის ერთ-ერთი უძლიერესი და მან დააგროვა უმაღლესი შეფასებები ამიტომ პროექტის ხელმძღვანელობამ ჩათვალა საჭირო რომ იას მიეცეს კიდევ ერთი შანსი ძალიან ხომ სიჩუმე შევინარჩუნოთ ამით არაფერი არ თავდება ერთი თუმცა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ დანარჩენმა მონაწილეებმა ანუ ეხლა ჩვენ მოვიწვევთ ყველა კონკურსანტს ამ სცენაზე და ისინი დააფიქსირებენ თავიანთ ნებას თავიანთ პოზიციას ანუ რჩება თუ არა ია მაგთიფანში ეს თავიდან ბოლომდე ჩვენი კონკურსანტების გადასაწყვეტი არის. მაშასე, აპლოდისმენტების თანხლებით სცენაზე ვთხოვთ ყველა კონკურსანტს. მაშასე, თორნიკე ყიფიანის შეფასება არის უამრავი პლუსი. ბევრი პლუსები. გადამარჩინეს გამონაკლისი მე გამონაკლისი ვარ ყველაფერში ესე გამოვიდა დარჩი მართლა ყველაზე მაგარი იყო როცა ბავშვებმა ყველასგან პლუსი მივიღე ეგ მართლა ყველაზე პიკი იყო ძალიან მიხარია ეს რომ ია დარჩა იმიტომ რომ უნდა დარჩენილიყო მაგთიფანში იმიტომ რომ პროექტში არის საჭირო ია
დღევანდელი დღის აუთსაიდერები, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში შეინარჩუნებენ ამ სტატუსს. ქეთი, ვთხოვ რომ პირველმა გააჟღერო სახელი და გვარი. თათია ყურაშვილი, ომო მარგველაშვილი, ნათია თოდუა, ვასკა ჟღენტი. დიდი მადლობა ბიჭებს. ისიც არ ვიცი, მადლობა როგორ უთხრა, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან გაუჭირდათ მაგ გადაწყვეტილების მიღება და ვიცი რომ ძვირად დაუჭირდათ მაგ გადაწყვეტილების მიღება. დღეს კი უბრალოდ გამოვაცხადებ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით პროექტში რჩება ნათია თოდუა. ნათია თოდუა! ნათია თოდუა გადაარჩინეს და რაც ემოციები მთელი დღის განმავლობაში შევიკავე, უბრალოდ ომრო ცედერა დაჭდა. ომის სახე რომ ნახე, უკვე აღარ შევიკავე. მე რომ მონაწილეებს შორის ყოფილიყავი, რომელსაც უფლება ჰქონდათ გადაერჩინათ ერთი მონაწილე. აუცილებლად, ვინც არ უნდა ყოფილიყო, დავწერდი თათია ყურაშვილს იმ ლოგიკით და იმ გაგებით, რომ ჩვენ ვიცით მისი შესაძლებლობები ხალხზე მეტად, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მის ურთიერთობა გვაკავშირებს და ვფიქრობ, რომ ეს ერთი ტურით არ იქნებოდა ეს გაჟღერებული და ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა ქონოდა ეს შანსი თათიას და მე მას აი მთელი გულით და სულით ულოცავ და მე აუცილებლად დავწერდი მე რო ყოფილიყავი იქ. ძალიან მომეწონა ის, რომ თათია გადაარჩინეს ბავშვებმა, იმიტომ რომ დებიუტი იყო და უბრალოდ არ იყო იმის ღირსი, რომ დარჩენილიყო აუთსაიდერებში. იმას, რომ მე გადავამარჩენდა დირექტორი ნამდვილად არ მომდი და ძალიან მიხარია უბრალოდ წინც ის ფაქტი, რომ დებიუტი იყო ომო მარგველაშვილის და არ იყო ღირსი იმის, რომ დარჩენილიყო აუთსაიდერებში. კონცერტის დასრულებისას მონაწილეებს გარეთ თაყვანის მცემლებისა და გულშემატკივრების მთელი არმია ელოდებოდათ. რა ხდება?